თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. ინტენსიური სამუშაოების შედეგად კავკასიონის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა. თელავის ხევი კი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. გრძელდება ნაპირსამაგრის სამუშაოები. ტერიტორიიდან გააქვთ ქვაღორღი. სტიქიამ თელავს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. წყალდიდობის შედეგად დაზიანებული არის გზები, კომერციული ფართები, საავადმყოფო საჯარო შენობები და სამანქანე ხიდი. მასშტაბური სტიქია მოხდა თელავში, ფაქტობრივად როგორც აჩვენა შედეგებმა კვლევებმა, რამდენიმე საათში თელავისთვის თვის ნორმა ნალექისთვის ნორმის 85% მოვიდა, რაც თავისთავად უკვე აჩვენებს თუ რა მოცულობის სტიქიასთან ჰქონდა საქმე. ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე. თქვენ ნახეთ პირველადი კვლევამ რაც აჩვენა, არის ის, რომ სწორედ ვარცოფ დამცველებმა შეაკავეს, დამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორების და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ბოლოს გვერდი აუარა თავად ამ ვარცოფმა სამ ჯებირს, რომელიც იცავდა ვარცოფისგან ქალაქს და ის დარჩენილი ნაწილი ჩამოვიდა ქალაქამდე. ნახეთ, საკმაოდ მოცულობითი არის მასშტაბი სტიქიის და დაზიანების, რომელიც მიადგა. საკმაოდ დიდი არის ზიანი, რაც პირველად დათვალიერებით ჩანს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის რეაგირება, რასაც სახელმწიფო აკეთებს შესაბამისად. ყველა სამინისტროები ჩართულები არიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში იყოს ზიანი შეფასებულის დათვლით და აღმოფხვრილით შესაბამისად. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, თავისთავადია სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც იქნება შეფასებული ზიანი და მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებული არის, დროულად იყოს აღდგენილი, რადგან ქალაქმა შეძლოს აქტიურ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება. როგორც ხედავთ, ადგილზე რჩება საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც კოორდინირებას უწევს მასშტაბურ სალიკვიდაციო სამუშაოებს. ეს ჩახერგილი ხიდი გახსნილია, წყალი კალაპოტშია უკვე მოქცეული, შესაბამისად მიმდინარეობს ამ ნატანი მასის გატანა, ასევე მიმდინარეობს შესწავლა თელავში თელავის მუნიციპალიტეტის სხვა ადიდებული ხევებისგან მიყენებული ზიანის, მთლიანად იქნება აღრიცხული ყველა მიყენებული ზიანი თუ რაღაც მიაყენა აღნიშნულმა